გორის რაიონის სოფელ ქვეშში გუშინ 10 საათსა და 45 წუთზე ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზის მეშვეობით სიტუაციის დარეგულირება დროულად მოხერხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ ინტერფაქსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ავტომანქანამ დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საზღვარი გასროლა კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათივე მტკიცებით ეგრეთ წოდებული ოსი მესაზღვრეების გაფრთხილების მიუხედავად ავტომანქანა მოძრაობის შეჩერების მითითებას არ დაემორჩილა. აღმოსავლეთიდან იყო სროლაი და ხეიდან იყვნენ მილიცია. გამოისროლებდა ვინ იყვნენ, ეგენი ვერ დავინახე. სროლაი გამამიარა და ცოტასა რომ ბაში მახვდა. სროლები არ არის ხომი არა. ისუეთად და ადრე ხო მანდიდან წაასხეს. ჩვენებურები. ხადური ავთო და ესე თავი ბიჭისთან ეს ერთი ის იყო და ეხლა მეორე რავი. მაგრამ ნაკოთები აქვს ერთმანეთი გარეულები, აი როგორც ეკა და აი ეს. ხან რომელი პარტია, რომელი ზოგჯერ ჩვენია ხოლმე ზოგჯერ იმათი.